სისხლის სამართლის საქმეებზე ყველაზე მყარი და უნაკლო მტკიცებულებაც კი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს სასამართლოსთვის, თუ ის კანონის დარღვევით არის მოპოვებული. მე მგონია, რომ თუ გამოძიება მჩხრეკისას ნივთკიცება იპოვა ამ ფარული ჩანაწერი მოიპოვა, საქმე უკვე გადაწყვეტილია და განაჩენი წინასწარ არის დაწერილი. თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია. მოგესალმებით, მე ვარ ადვოკატი შალვა ხაჭაბურძე და პარტნიორების მმართველი პარტნიორი. ჩემი 33 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, მათ შორის როგორც ყოფილი პროკურორის და მოსამართლის უამრავ საქმეზე მინახავს, სადაც ერთი შეხედვით წაგებული პოზიცია 180 გრადუსით შემოგვიტრიალებია. მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემამ პროცედურული შეცდომა დაუშვა. დღეს მინდა გესაუბროთ იმ ფარულ საპროცესო ნიუანსებზე, რომლებსაც ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ და ამით კარგავენ შანსს, რომელიც მათ თავისუფლებას მისცემდა.